მაგალითად 53 სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს ბევრი სხვა მიზეზის გამო და ერთ-ერთი თავის დროზე ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთეს ოცნებამ რომ მოვიდნენ ეგ იყო რეალურად პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, მაგრამ საბაბი იყო ის, რომ ხელშეკრულება გაფორმებული ქონდა ოქლომზეო და ნატურა იყიდაო. თუ ნატურის ყიდვა ჭირდებოდა და ამისთვის კიდე ტენდერის გამოცხადება საჭიროდა ამ პერიოდში ის რაღაცა ვერ ცვლის ნატურას, ესე იგი სისტემაშია პრობლემა და არა დირექტორში, ხო? ან მეორე ის იყო, რასაც ედავებოდნენ, რომ პარტიო არასწორად იყო დახაზული და თუ რაღაცა რომელიც გააქირავა ბუფეტზეო და დირექტორი ხوار ხაზავს ამას, ან სპეციალურად ხوار დაახაზინა ეს არასწორი პარტია. კონდა სახელმწიფოს კონდა დახაზული და მაგალით ხო არ ვიცი. და თან ეს სისტემები აი ეს კარგი ნიმუში არის, რამდენად რთულად ვითარდება, ერთ უცხოელ კონსულტანტს აქვს აღწერილი 2002 თუ 3 წლის ამბები, რომ სკოლაში წყალი წვეთავს და წყალი ჟონას და იმისთვის რომ რაჩება ნაკლები დანახარჯით მუნიციპალიტეტმა შეამციროს ეს წყლის დანაკარგი სკოლაში ონკანებს კი არ ცვლის, არამედ გარეთ აყენებს ვინტილს, რომელთაც თელ სკოლას კეტავს, რომ საერთოდ არ იყოს სკოლაში წყალი არ შესაბამისად არც დაიკარგოს.